თავისუფლება მზია ამაღლობელს ამ შეძახილებით დაკავებული ჟურნალისტის ფოტოები და საყვირებით დახვდნენ ლოკომოტივის სტადიონთან ოცნების პრემიერს. დღეს ირაკლი კობახიძე სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდებოდა. შეხვედრაზე არ შეუშვეს ონლაინ მედიის წარმომადგენლები, შესასვლელი ჭიშკარი მათ ბოქლომით ჩაუკეტეს და კობახიძესთან მიახლოების საშუალება არ მისცეს. შიდა ტერიტორიაზე მხოლოდ ტელევიზიების გადამღები ჯგუფები დაუშვეს. ფეხბურთის ფედერაციასთან მისული ჟურნალისტები გამოცემა ბათუმელების დამფუძნებელ სოლიდარობას უცხადებდნენ და მის სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ. კობახიძემაც და კალაძემაც შეხვედრა ისე დატოვეს, რომ ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხეს. ნინა მაჩაბელი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. ნინა, გისმენ. მზია ამაღლობელის კოლეგები შიგნით არ შეუშვეს ფეხბურთის ფედერაციაში, თუმცა ჩვენ კრიტიკული მედიის წარმომადგენლები თავისუფლად შეგვიშვეს დაბრკოლების გარეშე. ირაკლი კობახიძე პროტესტის ფონზე გაიპარა შეხვედრიდან, მიუხედავად იმისა, რომ მას დაგეგმილი ჰქონდა ინტერვიუ ჟურნალისტებთან, გადაიფიქრა მას შემდეგ, რაც კახა კალაძე იდგა ჩვენთან და ჩვენ პროტესტის ნიშნად მზია ამაღლობელის პოსტერი ჰქონდა აწეული. ბუნებრივია, ვუსვამდით მას კითხვას, რატომ არ არიან დასჯილები გურამ როგავაზე თავდამსხმელი სპეცრაზმელი და ამავდროულად მაკაც ჩიხლაძეზე და გიორგი შეწირულზე თავდამსხმელი ტიტუშკები. კახა კალაძეს ამ კითხვებზე პასუხი არ გაუცია, როგორც ჩანს ის ჟურნალისტებთან გამოვიდა მხოლოდ იმიტომ, რომ სამთავრობო მედიის კითხვებისთვის გაეცა პასუხი. ირაკლი დგებუაძე არის ღირსეული პოლიციელი, მე მინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს გადაუხადო მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც იცავს სახელმწიფოებრიობას, ვინც იცავს წესრიგს ქვეყანაში და არავის არ მიეცემა იმის უფლება და გურამ როგავაზე თავდამსხმელი სპეცრაზმელი რატომ არ არის დაკავებული? გარედან ბატონო კახა, მაკაც ჩიხლაძეზე და გიორგი შეწირულზე თავდამსხმელი ტიტუშკები რატომ არ არიან დასჯილები? რომ ქვეყანაში მოაწყოს რევოლუციები. ჟურნალისტებს რომ თავს ესხმიან, მათ შორის სპეცრაზმელები რატომ არ არიან დაკავებული? რაც შეეხება სპეცრაზმელი, რომელიც თავს დაესხა გურამ როგავას, რატომ არ არის დაკავებული? რაც შეეხება ბატონო კახა, რაც შეეხება 6 მილიარდიან ინვესტიციას, არ გესმით კითხვები ბატონო კახა? მზია ამაღლობელის სიცოცხლეზე? არ გესმით პასუხი. ბატონო ბატონო კახა, კითხვები არ გესმით. მხოლოდ სამთავრობო მედიას პასუხობს ბატონო კახა. ონლაინ გამოცემების ჟურნალისტები და რედაქტორები კი შიგნით არ შეუშვეს ფეხბურთის ფედერაციაში. ბოქლომით იყო დაკეტილი კარი, კარს მიღმა ჩვენ ვიყავით. კარს მეორე მხარეს კი იყვნენ ჟურნალისტები, რომლებიც მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვდნენ. კახა კალაძეს და მათ შორის ირაკლი კობახიძეს გაპარვა და გაქცევა მასში პროტესტის ფონზე მოუწიათ. მათ ბუნებრივია ესმოდათ ჟურნალისტების ხმა და არც ერთმა მათგანმა, როგორც გითხარით ჩვენს კითხვებს, პასუხი არ გასცა, მაგრამ პროტესტის ხმა მათ მაინც გაიგეს. მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოთ, ასეთია ჟურნალისტების პოზიცია. თავისუფლება პოლიტპატიმრებს! შიშარა კობახიძე! შიშარა! 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 კობახიძემ შემოგვასწრო რამდენიმე წამით, მაგრამ დავედევნეთ უკან მანქანით, ყველგან დავხვდებით, ხომ დავდეთ ჩვენ პირობა, ვიდრე მზია იქნება რეჟიმის პოლიტიკურ ტყვეობაში, ყველგან ყველას დავხვდებით მზიას თავისუფლებისთვის, სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის. მათ აქვს სიმართლის გაგონების პრობლემა, მათ აქვს პროტესტის მიღების პრობლემა და მათ აქვს იმ რეალობის მიღების პრობლემა, რომელიც ახლა ჩვენ ვართ, რომ ჟურნალისტი, ქალი, დედგაზეთის დაფუძნებლების, ბათუმელების დაფუძნებელი ქალი მე-18 დღეა შიმშილობს და სიკვდილის პირას არის მისული და სიკვდილის ცოცხლის საკითხი დგას ყოველი წუთი, ყოველი საათი არის გადამწყვეტი. აი ეს არის ახლა მათთვის მიუღებელი და არ უნდათ რომ ეს გაიგონ. მზია ამაღლობელის მეგობრებმა და კოლეგებმა დადეს პირობა, რომ სადაც მივლენ არალეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლები, ყველგან მიაკითხავენ მანამდე, სანამ რეჟიმის პატიმარი, პოლიტპატიმარი მზია ამაღლობელი არ იქნება გათავისუფლებული.